დანა ვაიტმა ინტერვიუში მერაბ დვალიშვილზე, ჯონ ჯონსსა და ალექს პერეირაზე და კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა. მერაბ დვალიშვილი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მებრძოლია. ახლავე რომ დაურეკო, დაუთხრა რომ პარამაუნთის მეორე ღონისძიებაზე მინდა რომ იჩხუბოს. იმ წამსვე დამთანხმდება და გამოვა. ჯონ ჯონსი ალექს პერეირას წინააღმდეგ დანამ თეთრ სახში დაგეგმილ ტურნირზე ჯონსისა და პერეირას შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. ქვემძიმე წონაში ეგ ნამდვილი ბრძოლა იქნებოდა. მაგრამ საკითხავი ისა, შემიძლია ჯონ ჯონსის იმედი მქონდეს? გამარჯობა, მე ჟურნალისტი ვარ. კომენტარებში დამიწერე, რას ფიქრობ ამ ბრძოლის შესახებ. მგონია რომ ჯონ ჯონსისთვის ძალიან მარტივი გასეირნება იქნება. კონორ მაკგრეგორი ჩენდლერის წინააღმდეგ აღარ იჩხუბებს. დანა ვაიტის თქმით, UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიებაზე მაკგრეგორისა და მაიკლ ჩენდლერის ჩხუბი აღარ შედგება. ეს ხომ არარეალურია. ეგ თემა უკვე წარსულს ჩაბარდა. რამოდენიმე წლის წინ იყო აქტუალური. პედი პიმბლეტი არმან ცარუკიანზე. პედი პიმბლეტი ამბობს. ცარუკიანი სულელი, პატარა სომეხი ნაბიჯვარია. უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი თავშევარდნილი ტიპია, რომელიც თავს არისტოკრატად მიიჩნევს. წერდა რომ როგორც კი დამინახავდა, სილას გამაწნავდა. მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ყატარში ვნახა და არაფერი არ გაუკეთებია. მერაბ დვალიშვილი თოფურიასა და მახაჩევის ბრძოლაზე. ილიასგან ამ ბრძოლასთან დაკავშირებით ცოტა უფრო მეტი დეტალი მოქვს. ეს ბრძოლა შეიძლება გაცილებით უფრო მალე მოხდეს, ვიდრე თქვენ გგონიათ. განაცხადა მერაბ დვალიშვილმა. რას იძახის არმან ცარუკიანი ჩიმაევის და პერეირას ბრძოლაზე. ცარუკიანი ამბობს, ხამზატი მოიგებს, თუმცა ეს მისთვის იოლიფული არ იქნება. ხამზატის ჭიდაობა სხვა დონეზეა, პერეირას კი მხოლოდ ერთი დარტყმა აქვს. ჩიმაევი ჭკვიანია და არ შევა იმ დისტანციაზე, სადაც პერეირა თავისი ჰუკით მის დაჭერას შეძლებს. ჯასტინ გეიჯის გეგმები. გეიჯი აცხადებს, რომ ტიტულისთვის მაქს ჰოლოვეისთან ბრძოლას ისურვებდა და არა ილია თოფურიასთან. იმედი მაქვს, რომ მაქსი დაამარცხებს ოლივეირას, ილია კი ზედაწონაშიავა. მაშინ მე მოვახერხებ ჰოლოვეისთან ჩხუბს, სადაც ერთდროულად მოვიგებ BMF კამარსაც და UFC-ს აბსოლუტურ ჩემპიონობასაც. ჩემი აზრით გეიჯის თუ რევანშის შანსი მიეცემა არ იქნება ურიგო. შენ რას ფიქრობ? ვიდეოს შუა ნაწილს მივახციეთ, ამიტომ თუ შეგიძლია დაალაიქე ვიდეო. კარგი, მოდი ახალ ამბებს დავუბრუნდეთ. შარა პუტინ პირადი. შარა მაგომედოვი. შარა ამერიკაში ჩხუბს არ გეგმავს. დაბრუნებისთვის იდეალური დრო აპრილი ან მაისი იქნება. ორგანიზაცია ახალ პლატფორმაზე გადავიდა და ბრძოლების უმეტესობა ამერიკაში ტარდება. მე კი არაბულ ქვეყნებში, აზიასა და რუსეთში გამოსვლას ვამჯობინებ. ჩემი ოცნება წითელ მოედანზე ბრძოლაა. კაილა ჰარისონის ოპერაცია. კაილას გუშინ ნიუ-იორკში კისრის ოპერაცია ჩაუტარდა. მან უკვე ჩაწერა ვიდეო, სადაც ბოდიში მოუხადა ამანდა ნუნეშს. მადლობა გადაუხადა UFC-ს და განაცხადა, რომ რეაბილიტაციის დაწყებას დღეიდან აპირებს. ხაბიბი სენ-პიერის წინააღმდეგ. 2023 წელს დადიოდა ხმები, რომ ხაბიბისა და სენ-პიერის დაპირისპირებაში, რომელიც ჭიდაობაში უნდა გამართულიყო, $5 მილიონ იხდიდნენ. შემდეგ ეს თემა ცოტა ჩაწყნარდა, მაგრამ ახლა რატომღაც ისევ აქტუალური გახდა. ბევრი ადამიანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ამ დაპირისპირებას დიდად არ ვისურვებდი. მოფსარ ევლოევის და ლერონ მერფის ბრძოლა. ბრძოლა დამუშავების პროცესშია. როგორც ჩანს, მერფისთვის ეს პრეტენდენტის ბრძოლაა, მოფსარისთვის კი უბრალოდ ერთი მორიგი ჩხუბი. ჩარლზ ოლივეირას მზადება. თუ ბრონქსი მაქს ჰოლოვეისთან ბრძოლაში ბოლო 10 წამისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში ოლივეირა მაქს ჰოლოვეის დანებდა. მე ჩემი გითხარიო და მე ჩემი გითხარით და უცებ-უცებ სიახლეები. ეს უფრო სახალისო ფოტოა ვიდრე რაიმე სიახლე. ტექსტი ამბობს, რომ თუ ვინმე UFC-ს დროებითი ჩემპიონი გახდება, კამრის მაგივრად მას ჩემპიონის სამაჯური უნდა გადასცენ. შემდეგ კვირაში ჯასტინ გეიჯის სატიტულო ბრძოლაა. ალბათ ყველანი ველოდებით. მანამდე კი მოდი გავიხსენოთ მისი პროფესიონალური დებიუტი. მოდი ამით დავასრულოთ. მე ჩემხრივ ძალიან სწრაფად მოგაწოდა ინფორმაცია. შენ კი შემხრივ დამილაიქე ვიდეო. გამოიწერე ჩემი არხი და თუ სურვილი გექნება გამომეხმაურე კომენტარებში. აბა კარგად.